აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამის ფარგლებში უფასო სამედიცინო გამოკვლევები აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა ორ სოფელში, ხურჩასა და რუხში მცხოვრებ 500-მდე დევნილს ჩაუტარდა. ძალიან მავალბილი ვარ, ბავშვი მყავდა ახლა ეკიპთან და წამლების გამომიწერა და რა ვიცი. კარგი რაღაცაა. მით უმეტეს დევნილებისთვის. მეორე დღეს გამოკვლევებმა ასევე მოიცვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში მცხოვრებ დევნილთა კატეგორია. გამოკვლევას კი ვაკეთებ, მაგრამ იმდენი რეცეპტი მაქვს სახში, ვერ გამოვიტან იმ წამლებს, რომ არა მაქვს იმის სახსრები და მაგიტომ მიდევს ისე. თუ წამლები იქნება, თუ ასეთი ორგანიზებული ის იქნება, ყოველთვის მადლიერები ვიქნებით, რა თქმა უნდა. იძულებით გადაადგილებულ პირებს საჭიროების შესაბამისი მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ. აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა, ასევე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების წამყვანმა ექიმ სპეციალისტებმა. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ და დევნილთა პრობლემებს ეცნობოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები. აქ მუშაობენ გუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრისა და შევაშიძის სახელობის საავადმყოფოს მთავარი სპეციალისტები. არა მარტო დევნილები მოდიან, არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ადგილობრივი მოსახლეობისა, რომელსაც ჩვენ უარს არ ვეუბნებით, ისინი დევნილებთან ერთად ჩვეულებრივად გადიან ამ პროფილაქტიკურ გასინჯვას. ბიუჯეტში წელს გავითვალისწინეთ საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა მედიკამენტების შესაძენად და პროფილაქტიკური გასინჯვებში აქტიური ჩვენი სამედიცინო პერსონალის ჩართვისათვის. პროგრამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეგიდით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.